გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა, გონების დაფა კვლავ ეთერშია. მარტის თვე განსაკუთრებული თვე არის ჩვენი ქალბატონებისათვის, გონების დაფის სახელით მინდა მიულოცო ჩვენს დედებს, ქალბატონებს 3 მარტი, დედის დღე და 8 მარტი. შევხვდებით რუბრიკის სტუმარს, ლეგენდარულ ქართულ მოჭადრაკეს კიდევ ერთ ლეგენდას ნამდვილად ნანა ალექსანდრიას, რომელიც ოლიმპიადის 9 გზის გამარჯვებულია, ორჯერ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია, მას აქვს არაერთი გამარჯვება მოპოვებული, მათ შორის მაღალი თანამდებობები ფიდეშიც და ასევე შევხვდებით ძალიან საინტერესო გოგონას, მერი ჟორჟოლიანს, კლუბ მერანის, საჭადრო კლუბ მერანის დამფუძნებელს, ძალიან საინტერესო პროექტებით. განვიხილავ ძალიან საინტერესო პარტიას, რომელიც თვითონ ნანა ალექსანდრიამ შეგვირჩია და ამოსახსნელად შევთავაზებთ მის პოზიციას, ცნობილი ანტი მანთან გამარჯვებულ პოზიციას, ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლების ყველაფერი ეს. იცით რომ 2026 წელი ეს არის საჭადრაკო ოლიმპიადის წელი, სამარყანდში გაიმართება წელს სექტემბერში ეს ოლიმპიადა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებები და ჩვენ აი ამ ოლიმპიადას მიუძღვნით რუბრიკას დროდადრო შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ამბებს ქართველთა მონაწილეობით და იმ ლეგენდარულ ამბებს, რომლითაც დღემდე ამაყობს ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ სტუმარი გვყავს სტუდიაში საჭადრაკო კლუბ მერანის დამფუძნებელი მერი ჟორჟოლიანი. გამარჯობა მერი. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა რომ აი ესეთი ახალგაზრდა გოგო ჭადრაკის განვითარებაშია ჩართული. მერი ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ხელს უწყობ ჭადრაკის განვითარებას. რა მიზნები აქვს შენს კლუბს? მიზნები ბევრი გვაქვს. მოკლედ პირველ რიგში გვინდა რომ ჩვენი კლუბის კარი იყოს ღია ყველა მონაწილისთვის და ყველა შესაფერისი კატეგორიისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის და პროფესიონალებისთვის. მე გიასგან ვიცი ძალიან საინტერესო მე მაგეგეთ შეგითხრა გოგა, პირველ რიგში მართლაც ერთი წელი შეუსრულდა კლუბს და ულოცავ მერის ამ და ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყეს ან მოასწრეს მათ. პირველ რიგში მაინტერესებს რომ ისინი ასწავლიან აუტისტური სპექტრის ბავშვებს უფასოდ, ეხმარებიან ქუთაისის ბავშვთა სოფელს ჭადრაკის სწავლებაში, ესეც უფასოდ რა თქმა უნდა და ეხლა ხან ჩაატარეს თავისუფალი სტილით ჭადრაკი, რაც საქართველოში პირველად მოხდა. აი ამ მოგვიყევი ამ ამბების შესახებ. რაც შეეხება აუტიზმის სპექტრის პროექტს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 5 წლის წინ ჩავაბარე ფიდეს სერტიფიკატი ავიღე გამოცდებთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხეთ სწავლების განხორციელება, რადგან საჭირო არის ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ხარდაჭერა ამ კუთხით და ზაფხულში ჩვენ მივიღეთ მცირე გრანტის პროექტში მონაწილეობა, სადაც მოვიპოვეთ დაფინანსება და დავიწყეთ იანვრიდან უკვე აქტიურად გაკვეთილების ჩატარება, უკვე ყავს 25-მდე მონაწილე და ჯერ კიდევ კარი ღია არის თებერვლის ბოლომდე, უკვე მარტიდან გადავანაწილებთ ბავშვებს და ამ პროცესში გვეხმარება ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, დამხმარე მწვრთნელი, მაკა ხანთაძე და ასე შემდეგ. როგორია პირველი ნიშნები, როგორ ითვისებენ ბავშვები ჭადრაკს? ასე ვერ ვიტყვით კონკრეტულად, ზოგადად ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვერ ვიტყვით, თითოეულ ბავშვს თავისი მისწრაფება და თავისი ინტერესები აქვს, ყავს ინდივიდუალური მიდგომაც სჭირდება, ხო? ყველა სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ყავს ძალიან დაინტერესებული ბავშვები, რომლებიც უკვე ასპარეზობენ ტურნირებზეც, ასევე ყავს დამწყებები, რომლებსაც ახლა ვაინტერესებთ და ძალიან საინტერესო არის პროცესი, მიდის ყველასთან ინდივიდუალურად. გასაგები. რაც შეეხება გია მახსენა თავისუფალ ჭადრაკში პირველობის გამართვას. ეს იდეა როგორ მოგივიდათ და რას ემსახურება და ხომ არ არის გამოხმაურება იმ სოფლიო პირველობისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2015 წლიდან ვატარებთ თავისუფალი სტილის ჭადრაკის ტურნირებს და დიდი გამოხმაურება მოყვა თავიდანვე. ჩართული არის როგორც ბავშვები, აგრეთვე პროფესიონალი მოჭადრაკეები და ძალიან მოსწონთ ფაქტობრივად ჩვენ ყოველთვიურად გვაქვს ეს ტურნირი და ყველას შეუძლია ჩვენთან პოპულარული გახდა ჩვენთანაც, ხო? კი, ძალიან და გვჭირდება, ასე რომ ვთქვათ, ხარდაჭერა მეტი სპონსორული
კუთხით, რომ პრიზები გავზარდოთ და უფრო მეტი ჩართულობა იყოს. ძალიან კარგი იქნება ეროვნულ დონეზეც თუ ჩატარდება თავისუფალ ჭადრაკში ჩემპიონატი, არა მხოლოდ კლასიკურ ჭადრაკში და ამით ჩვენ გავხდეთ პიონერები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეროვნულ დონეზე ტარდებოდეს ჩემპიონატები. მე მოგიყვება ქუთაისის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით პროექტთან. საინტერესო არის, არა? კი, ძალიან. მე წავიკითხე შენი რომ ბავშვობიდან მეგინდოდა რომ დახმარებოდი მათ. ყოველთვის მინდოდა ბავშვობიდან რომ მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის შეგვეთავაზებინა ჭადრაკის შესწავლა, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ და შემოდგომაზე წამოვაყენეს იდეა გოგოებთან, ჩვენს მოჭადრაკე გოგოებთან და ჩემ და გასაკვირვად ყველამ ერთხმად და ხარი დაგვიჭირა ყველამ და გოგონების ხარდაჭერით, არა მარტო გოგონების. გოგოებში გულისხმობ ნაკრების გოგონები, მოჭადრაკეები, მწვრთნელები, ყველა ჩართული არის, მშობლები სხვათა შორის ჩართული ამ პროცესში, გვეხმარებიან სპეციალურად გავხსენით ანგარიში, სადაც ყოველთვიურად გვეხმარებიან და დავიწყეთ ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის ბავშვთა სოფელში, თუმცა ვაპირებთ განვითარებას და სხვა რეგიონებშიც გვინდა დავიწყოთ. აი, იქნება აღმოჩნდა ახალი ტალანტები იქაც, ხო? რატომაც არა, დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი იქნება დახმარება ეს იმ ბავშვებისათვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პერიოდს გაატარებენ ჭადრაკის დაფასთან და ჭადრაკის მასწავლებელი მათ დაეხმარება დაოსტატებაში. დიდი მადლობა მერი ჟორჟოლიანს ამ საინტერესო იდეებისთვის და კლუბ მერანის აქტიურად მუშაობისთვის და იმისთვის, რასაც აკეთებს ჭადრაკისთვის. წარმატებები მერი. მადლობა. წარმატებები მერი და ველით შეგან ახალ საინტერესო ინფორმაციას. დიდი მადლობა მოწვევისათვის და თქვენს გისურვებთ წარმატებას. მადლობა. საჭადრაკო ახალი ამბებიდან მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს ჩემპიონატის შედეგები. გაიმართა 9, 11, 13 და 15 წლის გოგონებსა და ვაჟებს შორის საქართველოს ჩემპიონატი. 9 და 11 წლის ასაკი გაიმართა ქუთაისში, მაია ჩიბურდანის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, ხოლო 13 და 15 წლის ასაკის შეჯიბრი გაიმართა თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის საჭადრაკო სკოლაში, რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი ხელმძღვანელობს. შედეგი კი ასეთი გვაქვს. 15 წლიანი ბიჭები, პირველი ადგილი კუნთელია ლუკა, მეორე ადგილი ქრისტესიაშვილი ანდრია. 15 წლიანი გოგონები, პირველი ადგილი ჩხარტეშვილი ლიკა, მეორე ადგილი აშოთია ბარბარე. 13 წლიანი ბიჭები, პირველი ადგილი ღონღაძე ალექსანდრე, მეორე ადგილი ცივაძე რევაზ. 13 წლიანი გოგონები, პირველი ადგილი რუსიტაშვილი თეა, მეორე ადგილი გიორგაძე მარია. 11 წლიანი ბიჭები, პირველი ადგილი ჩხარტეშვილი ლაზარე, მეორე ადგილი ქოჩაკიძე ლაზარე. 11 წლიანი გოგონები, რეხვიაშვილი მარიამ, მეორე ადგილი საფრთხუზიშვილი სარა. 9 წლიანი ბიჭები, პირველი ადგილი ონიანი გიორგი, მეორე ადგილი ნანავა ცოტნე და გოგონები, პირველი ადგილი გვასალია ანასტასია, მეორე ადგილი ხუსკევაძე ლუკი. მე ულოცავ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და უსურვებ საერთაშორისო ასპარეზზეც ესახელებინოს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, ბელა ხოტინაშვილი, თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ შემოგითხარით, რომ ბელა ხოტინაშვილმა გაიმარჯვა პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მან ფაქტურად პოლონეთის ნაკრების ბირთვი დაამარცხა. მას შემდეგ ბელა დარჩა პოლონეთში და რადგან გაიმართა აქ საინტერესო მატჩი, პოლონეთის ქალთა ნაკრები ეთამაშებდა მსოფლიოს ქალთა ნაკრებს. მე მინდა ჩამოთვალო მსოფლიო ნაკრების შემადგენლობა. პირველი დაფა იყო ბელა ხოტენაშვილი საქართველოს, მე შემდეგ იყო ოლგა ბადელკა ავსტრია, დინარა ვაგნერი გერმანია, ანა ზატონსკიხი ამერიკის შეერთებული შტატები, ანა მარია კაზარიანი ნიდერლანდები. დაძაბული იყო მატჩი, 4 ტურის შემდეგ იყო თანაბარი ქულები, ფრე იყო მატჩი, მაგრამ მეხუთე ტურში გაიმარჯვეს პოლონელებმა და ასე რომ საბოლოო ჯამში პოლონელებმა დაამარცხეს დანარჩენი მსოფლიო. ახალ სტუმრის დრო არის, კია გიორგაძემ ინტერვიუ ჩაწერა, როგორც უკვე მოგახსენეთ, აი არაჩვეულებრივ მართლა გამორჩეულ მოჭადრაკესთან, ნანა ალექსანდრიასთან. კია, როგორი იყო ინტერვიუ? ნუ გოგო, ახლა ნანა ალექსანდრიასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო არის და ნანამ გაიხსენა ის მნიშვნელოვანი ჩვენი ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მომენტები, როდესაც ვთქვათ საქართველოს როგორც ჯერ არ იყო გაერთიანების ორგანიზაციის წევრი და დაუშვეს გამონაკლისი, როგორც გამონაკლისი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 1992 წელს და რაც დამთავრდა რითი? დამთავრდა ქალთა ნაკრების გამარჯვებით და ამას მოყვა შემდეგი გამარჯვებები 94 და ის იყო ქართული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ჩვენ გავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი. მოусმინოთ ინტერვიუს ქალბატონ ნანა ალექსანდრიასთან.
გონების დაფის სტუმარი არის სოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 გზის გამარჯვებული, სოფლიოს 2 გზის ვიცე-ჩემპიონი, საერთაშორისო არბიტრი, ოქროს ნაკრების კაპიტანი, სოფლიო ჭადრაკის დიდების დარბაზის წევრი და ვერცხლის დედოფალი ნანა ალექსანდრია. გამარჯობათ, καλώς. გამარჯობა. მინდა გავიხსენო, აი მანილის ოლიმპიადაზე საქართველოს დაშვების საკითხი. საქართველო არ იყო ჯერ გაეროს წევრი ქვეყანა, წესით ფიდეს წესებით არ უნდა გეთამაშა ჩვენ ოლიმპიადაზე, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოიყენეთ თქვენი გავლენა ფიდეში და ქართველები, ესე რასაც ქართველობას გაბრალებდნენ, ქართველების სასარგებლოდ კიდევ ერთ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეთ, მაგრამ აქ ვიტყვი რომ კასტანაკრებმა ჩვენც არა მიშოვდა ძალიან მერვე ადგილი დავიკავეთ გავასწარეთ ისეთ საჭადრაკოებს როგორც არის უკრაინა, ინგლისი, უნგრეთი, ჰოლანდია, უნგრეთი საოცარი შედეგი მაგრამ იქ თავარი 102 გუნდიდან ხო იქ თავარი მაინც იყო ქალთა წარმატება ხო იმიტომ რომ ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენმა ქალებმა შეძლეს რომ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ პირველად გააჩერა საქართველოს ჰიმნი როგორ მოხდით იქ ეს მოგვიყევით ну ასე ვთქვათ ჩემი მას გაუსვი ხაზი მაგრამ ну რა თქმა უნდა ნონას მაიას სახელების გამოყენება იყო მნიშვნელოვანი და იმ გვარების ვაჟებისაც რომლებსაც უკვე საერთაშორისო ტურნირებზე სიტყვა ჰქონდა წარმატებები ჰქონდათ მე ერთგვარი გამოცდილებაც ჰქონდა, ну გარდა იმისა, რომ ფიდეს ხელმძღვანელობას ვიცნობდი და ასე ვთქვათ, შიგნიდან ურთიერთობა მქონდა, გამოცდილება მქონდა ამ წევრობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 1990 წელს ნოვი სადში ბალტიისპირელები ითხოვდნენ დაკარგული წევრობის აღდგენას. ადრე იყვნენ წევრები, შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაკარგეს ესა და მაშინ უნდათ ამისი აღდგენა და სამივე ქვეყანა წარმოადგენდა ერთი დღემდე მახსოვს გვარი მარკ დარმაკი სხვათა შორის ბათუმში ოლიმპიადის დროს ის იყო ბრაზილიის ელჩი და იქ მოვიდა კი ბრაზილიის ელჩი გამხდარა და გამოჩნდა დარბაზში ასე ვთქვათ რა საინტერესოა და შაქია ამიტომ რაღაც გამოცდილება მქონდა რა როგორ არა როგორ ნამოქმედა იდენტური არ იყო მაგრამ წერილი პირველი საბჭოზე აღმასკომზე წერილი შემდეგ კონგრესზე შემდეგ პრეზიდენტის საბჭო რაღაც ეს გზა თორე დანარჩენი განსხვავებული იყო და ასე ვთქვათ საბჭოდან დავიწყეთ ყოველთვის მეხმარებოდა ჯანო ბაგრატიონი იმიტომ რომ სტრატეგიას მევაკეთებდი მართლაც და მე ამაყება რა თქმა უნდა ეს იყო სასწაულიანი ხო და ჯანო ევროპული ქვეყნები ხო არა დაუშვეს მაშინ ჩვენთან ერთად რო მაშინ ხო აი ეს გზა რო გავიარეთ ხო და იცი როგორ დავიწყეთ ისა ქვია ეს ოფიციალური გზები რო გავიარეთ წერილები ზიად გამსახურდიასი მინისტრის და ასე შემდეგ და კონგრესზე და საკითხი დაყენებული იყო და ამისათვის ვიფიქრე რომ ძალიან დაგვეხმარებოდა ფილმი და დოკუმენტური ფილმი ნახევარსაათიანი იმიტომ რომ ეხლა საჭადრაკო ქვეყნებმა იცოდნენ გვარებიც და როგორი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა მაგრამ ისეთი განვითარებული ქვეყნებისათვის ფსიქოლოგიური წნეხი და ის იყო ემოციური იყო საჭირო ამიტომ სამენაზე გავაკეთებთ ფილმი რომელსაც ქართული გამბიტი ერქვა გამბიტი იმიტომ რომ თანხები ვიშოვე საპარფიუმერიო ფაბრიკა ივერიასგან და ივერიამ მაშინ გამოუშვა სუნამოები ნონა ნანა და მერე გამბიტი გამოუშვა და თანხა ფული დააფინანსა ივერიამ და ამიტომ ეს ქართული გამბიტიც გამოვაჩინეს სათაურად ფილმის სამენაზე იყო ქართული ბუნებრივია ინგლისური როგორც საერთაშორისო ენა ფიდესიც და გერმანული რადგან კონგრესი ბერლინში უნდა ყოფილიყო და ორ კორიდორში თავარი დარბაზის ორ კორიდორში ჯანო ბაგრატიონმა ბერლინში იშოვა ტელევიზორი და ერთგან ვატრიალებდით მუდმივად ქართულად მეორე ხოლში ბაგრატიონმა იშოვა ტელევიზორი ესე იგი ორივე ფესტივალში სულ მიდიოდა ეს ფილმი ტრიალებდა ქართული გამბიტი და სამუშაო ოთახებში გაკრული იყო რომ ქართული გამბიტი დოკუმენტური ფილმი ქართულ ჭადრაკზე მიმდინარეობს ამ ადამიანებზე ანონსაც უკეთებდით და კონგრესმა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება რომ ეს საკითხი გადაწყვეს უარი არ უთქვამთ არც
თანხმობა, მაგრამ უარი არ უთქვამდა და გადამისამართეს პრეზიდენტის საბჭოს. ჩვენ სიტუაციას ართულებდა ერთი რამ. ჩვენს გარდა, მაშინ იუგოსლავიაც დაიშალა და ჩვენს გარდა მოთხოვნას აყენებდა ხორვატია და სლოვენია. ორივე საჭადრაკო ქვეყანა იყო. და ჩვენთან შედარებით ორივეს ბევრად მეტი პოლიტიკური დივიდენდი ჰქონდა. ხორვატია პასპორტი ჰქონდა თავისი, ფული ჰქონდა თავისი, 10-ჯერ მეტმა ქვეყანამ სნო, ზაგრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩაატარა. ანუ ჩვენ არსად არ ვიყავით, არ ჩვენი ფული არ ჰქონდა, არც პასპორტი ჩვენი არ ჰქონდა. 4 ქვეყანა, რამდენიმე ქვეყანა მგცნო სულ. და გრაცში ჩავედით, ამით ჩემთან ერთად იყო გია სიხარულიძე, მაშინ ბუხუტი გურგენიძესთან გენერალური მდივანი იყო. და მოკლედ აი პრეზიდენტის საბჭოზე ხდებოდა განხილვა. ხორვატიას წარმოადგენდა დიდოსტატი ცებალო, ცნობილი, გეცოდინება. ვერ გავიხსენე სლოვენიას ვინ წარმოადგენდა და აი სულ ნანობ ხოლმე თენგიზ გიორგაძე სულ მეუბნებოდა რომ ნანა ჩანაწერი დღიური გააკეთე. მე მგონა რომ ყოველთვის სამუდამოდ მემახსოვრებოდა, კარგი მეხსიერება მქონდა, მაგრამ ნუ და ის არ მახსოვს. და ნუ მოკლედ ხორვატია ცებალო გამოვიდა, თქვა ეს თავისი ისინი და ჩამოთვალა, რაც პლუსები ჰქონდა და მოთხოვნა რომ დაგვეშვით ოლიმპიადაზე. არც ერთი ჩვენ სამი არ ვიყავით გაეროს წევრი ქვეყნები. ეს იყო ჩვენ რაც გვაერთიანებდა. შემდეგ სლოვენიიდან წარმომადგენელი და კამპომ ორივეს უთხრა, ფიდეს პრეზიდენტმა ორივეს უთხრა, რომ ფიდეს თავისი წესები აქვს და ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც ჩატარდა ხოლმე, თავისი წესები აქვს და თქვენ არ გეკუთვნით. ერთადერთი მათთან მიმართებაში მიიღეს ესეთი დადგენილება, რომ თუ ისინი ოლიმპიადამდე გახდებოდნენ გაეროს წევრები, ავტომატურად მოხდებოდა მათი დაშვება. და რა საინტერესოა გია 22 მაისს მე ჩავხედე, იმიტომ რომ მახსოვდა რომ მაისში იყო, მაისში ხორვატიაც და სლოვენიაც გახდა გაეროს წევრი და ივნისში ოლიმპიადა ჩატარდა ივნისში და ისინი თამაშობდნენ უკვე. მაგრამ ანუ ერთი თვეც არა, ნახევარი თვე 14 დღით ადრე მოხდა მათი გაწერილი. მოკლედ ამის შემდეგ ასე ვთქვათ, ჩვენი საკითხი გავიდა, ყველას უნდოდა მხარდაჭერა, უნდოდათ რომ ჩაბღაუჭებოდნენ და ძალიან მეხმარებოდა. ანდერტონი იყო ესეთი ცნობილი იურისტი ინგლისიდან, ძალიან პრინციპული და ესეთი პროფესიონალი, რომელმაც სხვათა შორის პრეზიდენტის საბჭო დატოვა მას შემდეგ, რაც კასპაროვს და შორტს წაართვეს რეიტინგი ჩამოართვეს მატჩის გამო, ანუ ძალიან პრინციპული იყო და ანდერტონი ძალიან მეხმარებოდა. კამპომანესაც უნდოდა რომ გააკეთებდა და მოკლედ ჩვენს შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გამონაკლისის სახით დაუშვან საქართველოს როგორც გამონაკლისი ოლიმპიადაზე. ნუ სიტყვა ძალიან რანგარიშით იყო. არა, ნუ მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა იყო. და ნუ იცოდი რომ ემოციური სიტყვა უნდა ყოფილიყო იქ, რა თქმა უნდა, საჭადრაკო ტრადიციები, რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ზურას სოფლიო თასი აზმაი ფარაშვილს ჰქონდა ნათამაშები, თქვენი წარმატებები დაფიქსირებული იყო უკვე საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ნუ რაღაცა სხვა ემოციაც იყო განწყობის შესაქმნელად და მახსოვს და წავაწყდი ამას წინათ, ჩანიშნავს ხო ვაკეთებდი გამოსვლის და ესე დავიწყე რომ არა, რა პერიოდია ესა რომ სამოქალაქო დაპირისპირება ახალი დამთავრებულია, ვთქვათ, ქვეყანა აბსოლუტური მასში ხო, კოლაფსში არის და ნუ ესე დავიწყე რომ ჩვენთან შავი იუმორი დადის თქო, საქართველოში, თბილისში შავი იუმორია, თქო, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება კონდეს ასეთი სამშობლო და რა არის ყველაზე დიდი უბედურება კონდეს ასეთი ყველაზე დიდი ბედნიერება. ნუ ესეთი თავი დავიწყე და ბოლოში ისევ რომ განწყობისთვის და ემოციაზე მემუშავა, იულიუს კეისარის გავიხსენე რაღაც ლეშს, ძაღლის ლეშს რო გაუარა და ესე შეჩერდა და რა ლამაზი კბილები აქო და მეთქე რომ აი თუ განწყობა გექნებათ მონახავთ ფორმას როგორ დაგვიშვათ თქო და ნუ მოკლედ ესეთი დასკვნა გააკეთეს რომ დაგვიშვეს გამონაკლისის სახით დაუმიწყარი და სხვადასხვა გრაცის მერი ესწრებოდა პრეზიდენტის საბჭოს და მე მოვიდა და მითხრა რომ თქვენ ელჩი უნდა იყოთ იმაზეც ემოციურად ვიმოქმედეთ და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იყო ეს იყო ისტორიული
ამბავი და ისტორიული გამარჯვებაც ფილმი. ხოდეთ მე დამთავრდა და სხვათა შორის კამპომანის, როდესაც ოლიმპიადა დამთავრდა და კამპომანესთან მივედი და მადლობა უთხარი კიდევ ერთხელ მადლობა რომ დაგვიშვიდქო და კამპომით ხარ არა მადლობა თქვენ გეკუთვნითო. ზოგადად მე არ მიგულისხმა საქართველოს ეკუთვნისო იმ ხვაწლისათვის რაც ჭადრაკისათვის. არა მინდა გკითხოთ, აი გავაგრძელოთ ეს თემა და მინდა გკითხოთ თქვენ ვიყავით ოქროს გუნდის კაპიტანი. ხო? აი დაიწყეს მანილაში და შემდეგ გაგრძელდა. გაგრძელდა ფანტასტიკური სამჯერ ხო, სამჯერ ზედიზედ იყავით ოლიმპიური ჩემპიონები და აი მე ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგეძლიათ მოგხვდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, როგორი ხდებოდა ეს, როგორი იმზადებოდით. მე ამას წერო დაიწყეთ ის მივაბათ 2008 წელს თქვენი ემოციები მანქანაში რომ გაიგონეთ ჩვენგანო და გავხდით ჩემპიონები. არა, ამ ემოციით დავიწყოთ მაშინ, როდესაც მანქანით პრაღაში ბრუნდებოდი და ამ დროს არის ზარი და გია ყვირის ყურმილში რომ ნანა მოვიგეთ, ჩემპიონება მოვიგეთ და ნუ ამ ემოციის გაგონე ამ დავიწყება შეუძლებელია და თუ რამე ძალა აქვს სპორტს და გაჟღერებულ ხიმს ეს არის. როცა შეგიძლია თქვა რომ შეჩერდი წამო და რისთვისაც მთელი შენი პროფესიული გზა იბრძოდი. ნუ კაპიტანი არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მნიშვნელოვანი არის მოჭადრაკე, მოთამაშე, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ძალიან ემოციური და ეს უმნიშვნელო ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამჯერ ვიყავი თქვი კაპიტანი 92-ში, 94-ში, 96-ში. მესამედია აღარ მინდოდა კაპიტნობა, მაგრამ ნინო გურიელმა შემაწუხა რა ამ სულიამ იარაღით დამადგა. ვარსკვლავთა გუნდის კაპიტნობა ვარსკვლავთა გუნდს სჭირდება მაქსიმალური კომფორტი. ნინო გურიელს აჩემებული ქონდა ერთი სავარძელი მოსწონდა და მახსოვს ერთხელ ჩავედით და ესე იგი ავდივარ სცენაზე, ლიდერების სცენაზე თამაშობდნენ, გუნდი უკან მომყევდა. ეს სავარძელი უნდა ქონოდა სულ, ხო? ეს სავარძელი უნდა ქონოდა, რომ განწყობა არ გაუფუჭდეს. მახსოვს ავდივარ სცენაზე, ესენიც მომყევიან უკან, თავინახე რომ ნინოს სავარძელი არ არის. და გავიხედე და რუსეთის გუნდის ლიდერს არტურ იუსუპოვს უდგას ეს კაბი. მივარდი არტურს მოვასწროთან. ნახევარი სამყარო ის რო არის ცნობილი პოლცარსტო ზაკანია ცხენზე ნახევარი და მე ვთქვი სავარძელში ნახევარი სამყარო. ხო და სასწრაფოდ გაოგნებულ წამოდგა მომსადა მე ვერკვევ. მოკლედ მოვასწარი დაუდგე ეს სავარძელი. ჩემთან როგორ ხდებოდა რომ დილით ადრე საუზმის შემდეგ ვიკრიბებოდი ჩემთან რომ გადაგვეწყვიტა ვინი თამაშებს ტურში რომ ვინი თამაშებს მახსოვს ერთხელ მაი ადრე ამოვიდა ჩემთან და მითხრა რომ დღეს არ მათამაშო და მე გადაწყვეტილი მქონდა რომ მაიას ეთამაშა კიდეც უთხარი და ნანას დასვენებას ვაპირებდი იოსელიანის და მითხრა რომ ეს რა ქვია რაღაც სიზმარი ვნახეო თან სიზმარიც მომიყვა და მითხრა რომ განწყობაზე არა ვარო და მომხსენეო რა დღესო და რაღაც სიზმარით გაამაგრა თავისი ჭკუით. მაგრამ ნუ განწყობაზე არ იყო და გასათვალისწინებელია. და კარგი თქო უთხარი დაურეკენო ისე ნანა თამაშობ თქო ჩავარდი მაშინ გავიქეცი სამდივნოში იმიტომ რომ განაცხადი უნდა შემეცვალა და ამოვედი მაია დამხვდა იქ. და ხო ვიცით რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ესე იგი ვალერიანკა დავლიეთ ორი რომ ვალიდოლით გავამაგრეთ რომ მოვსულიერებული ხარ. ასეთი რამეც ხდებოდა ხოლმე. მოვიგეთ ეს პარტური, მაგრამ და ბოლო ტურს გავიხსენებ, რადგან ახსენე სიტუაცია. ბოლო ტური არის, ესეთ მოსკოვის ოლიმპიადა არის, ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან პოლგარების გუნდი, ორი პოლგარი იყო. ნუ სამი პოლგარი არ იყო ამჟამად, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი გუნდი. უნგრეთი ისედაც კონკურენტი იყო. ჟუჟა, არა, ისედაც კონკურენტები იყვნენ და ეხლა ჟუჟა და სოფია პოლგარები იყო გუნდში და ამიტომ ჩვენი მთავარი კონკურენტები ესენი იყვნენ და ჩვენ ვიყავით, ჩვენ უსწრებდით მათ და ბოლო ტურში გჭირდებოდა ორი ყაიმი გჭირდებოდა იმისათვის რომ პირველი რომ მოგვეგო ოლიმპიადა.
და ამიტომ მე ვიფიქრე, ვაპირებდი ესე გადავწყვიტე რომ არახამია და დილით არის ხოლმე თამაში ბოლო ტურს ასე იყო ხოლმე ადრე, არახამია და გურიელს ეთამაშა, იოსკას ნანას დაესვენა და მაიას მინდოდა რომ ეთამაშა, იმიტომ რომ მაიას უთხარი რომ გამარჯვებულ ოლიმპიადაში და პირველი დაფის საუკეთესო შედეგის დათმობა ჟუჟა ბერეცისთვის, ჟუჟა პოლგარისთვის არ მინდა თქო. არ არის რა ბოლომდე უნდა გავიხაროთ თქო რომ პირველი დაფა უნდა მოვიგოთ თქო. მთელი საღამო ეს უხსნედი მაიას ეზარებოდა მოგებული თუ გვექნება რაზე ნუ მთელი საღამო და მეგონა რომ დავითანხმე მაია. მოკლედ დილით ავდექი რომ განაცხადი გავაკეთო, მთელი ღამე არ მეცინა. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ მაგვიძარამ რომ არ დარეკოს თქო, განახდებული გაქვს პირველ ნუ და ეხლა გურიელ და არახამიას ვინ ეტყვის რომ კარგ პოზიციას რომ მიიღებენ, ვინ ეტყვის უარს ხო? და ნუ ამიტომ ესე იგი თითქოს ეს სანერვიულო არ არის. მოკლედ ჩავედი, ეს რა ქვია, ვიდივარ სამდივნოში უნდა მივიდე განაცხადისათვის და ამიტომ მესმის რომ ზეუშკა ვისვაბოდნი, გოგონა თავისუფალი ხარ თქო. და მივტრიალდი რომ ნიხდე და რომ მივტრიალდი მაშინ დავინახე რომ კორიდორში ესეთი გადაპრანჭული დეკოლტეიანი ქალბატონები არიან და სიტუაციას მივხვდი მაშინ. ხო და როდესაც ოფისში მივედი რა უპასუხი არ ამბობ რა უპასუხი. ხო და ოფისში რომ მივედი ლოვა შევხვდა ფსახისი. თანაგუნდელი იყო და მაშინ ისრაელის კაპიტანი იყო თუ არ მეშლება და ვეუბნები ლოვა თქო იცი რა შეურაცხყოფა მომაყენეს თქო და უთხარი ესეთ რანა შენ ძალიან გადაღლილი ხარ ეთყობა შეურაცხყოფა კი არა კომპლიმენტი გაგიგეთეს ესე დამთავრდა მაი ხო და დამთავრდა როგორ ესე იგი ესე იგი თამაშზე რომ ჩავედით და რომ ნახე რომ ყაიმი რომ დაფიქსირდა არახამიასთან და გურიელთან ნუ მაია საბძოლველად დავტოვე დაფასთან და ავედი ოთახში რომ ცოტა გამოვიცინო და ცოტა ხანში მომყვა მაიაც ხაიმი დაამთავრა მაგრამ სამაგიეროდ დიდი კომპენსაცია ჰქონდა კრემლის ერთ-ერთ დარბაზში საქართველოს პატივსაცემლად გაჟღერდა საქართველოს სადიდებლად გაჟღერდა ძველი ჰიმნი დიდება. დიდი ბატონო, ჩვენ გადაცემას ქვია გონების დაფა. ჩვენ გვაქვს გონების დაფა, რომელზეც გთხოვთ რომ თქვენი სამახსოვრო ავტოგრაფი დაგვიტოვოთ და რამე სურვილი, რას გექნება თქვენ? როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა. დიდი მადლობა ამ ინტერვიუს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ნანა ალექსანდრია ასე საინტერესოდ გაგვაცანი და მოდი მის პარტიაზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ანონსში ვახსენეთ. ნანა თვითონ შეგვირჩია თავისი პარტია, რომელიც მან ჯერ კიდევ ახალგაზრდამ ითამაშა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატზე. მე შემოგთავაზებთ ამ პარტიას პირდაპირ. ნანა თამაშობდა თეთრი ფიგურებით, გათამაშდა სიცილიური დაცვა, ნაიდორფის სისტემა და როგორც ახალგაზრდებს შევიათ ხოლმე ნანა თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი, ხო, მოწინააღმდეგეს მიმართ F4 მხედარი C6 და ნანამ გაცვალა მხედარი C6 და წავიდა E5. პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, მოკლედ. შავი ითამაშეს მხედარი D7, Q C4, D5 და პირველი კრიტიკული პოზიცია, როდესაც ნანამ გადაწყვიტა ფიგურა შეეწირა უკვე ცენტრალურ პაიკში და ორმაგი დარტყმით, ეტლსაც ემუქრება, შამაძაც ემუქრება, მაგრამ შავს აქვს ძალიან კარგი კონტრთამაში. მხედარი D5, CD, ლაზერი გლავს D5-ზე და ძალიან კარგი სვლა გააკეთა შავმა ლაზერი B6 და როდესაც ლაზერმა აიყვანა R8-ზე ეტლი, ქიში არის Q D2 და ლაზერი C4. ერთი შეხედვით შავმა ეტლი მისცეს, მაგრამ ორი ფიგურა მსუბუქი ფიგურა აიყვანეს, რაც პერსპექტივაში ალბათ მათ უკეთესი პოზიცია ექნებოდათ, მაგრამ ჭადაგი ხო კონკრეტული თამაშია, ამიტომ აქ კონკრეტულ სვლებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ ნანამ გააკეთა დიდი როქი, E6 და Q5 ძალიან საინტერესო სვლა არის, თითქოს Q წავიდა დაფის კუთხეში და არაფერს არ აკეთებს აქ, მაგრამ ამ სვლის ჩანაფიქრი ძალიან მალე გამოჩნდება. Q7 უკვე შავი მზად არიან გააკეთონ როქი და როქის შემდეგ ფაქტიურად მათ ექნებათ უკვე უპირატესობა, მაგრამ თავარი არის რომ სვლა არის თეთრების და ეტლი D7-ის შეწირვით ნანამ დაურღვია მეფეს მოუსპო შანსი რომ მას როქი გააკეთებია მეფე D7, ეტლი D1, მეფე E8 და ძალიან საინტერესო სვლა B3.
ირკვევა რომ ლაზერის არის ისე ბევრი უჯრა აქვს ასასვლელი და იმისათვის რომ მან თან ცერვა კუ დაიცვას, მაგრამ აქ ითამაშა შავმა ჯერ ქიში უთხეს კუასაი მეფე B1 და ლაზერი C5. აი კუა5-ის სვლა რაში გამოადგა ახლა ნანას? ნანამ ითამაშა კუ B6 და ირკვევა რომ შავების ლაზერს კარგი უჯრა არ აქვს იმისათვის რომ წავიდეს. ერთადერთი უჯრა არის ლაზერი C3 და უკვე ძალიან ელეგანტური შამათი გამოვიდა. ეტლი დერვა ქიში, მეფე E7, ლაზერი A7 და შამათი. ელეგანტურად აგრესიული შამათი. ძალიან საინტერესო პარტია იყო, მოკლე, მაგრამ ძალიან დაახუნძლული კომბინაციური მოტივებით და კარგი მიღწევა არის ეს ახალგაზრდა მოჭადრაკისა. ძალიან შემოქმედებითი პარტია იყო, რასაც მე ვუყურებ რა. მოდი ახლა შევთავაზოთ პოზიცია ამოხსნისათვის. როგორც მე თავიდან ვთქვი, ეს პარტია გათამაშდა თბილისში 1971 წელს. თეთრები თამაშობდა თვით ლეგენდარული იან ტიმანი, რომელიც გარი კასპაროვისა და ანატოლი კარპოვის ურთიერთდაპირისპირების ეპოქაში ითვლებოდა დასავლეთის პირველ მოჭადრაკედ, ანუ მესამე მოჭადრაკე იყო მსოფლიოში და ის ხშირად ამას ამტკიცებდა თავისი სიძლიერით ტურნირებში გამარჯვებებით და აქ თეთრი ფიგურებით არის იან ტიმანი, შავი ფიგურებით არის ნანა ალექსანდრია. ჩვენს მაყურებლებს შეუძლიათ ამოხსნან ეს პოზიცია, სვლა შავებისა და სწორი პასუხი გამოგვიგზავნოთ ჩვენ Facebook გვერდზე და გამარჯვებულს რა თქმა უნდა მოვიწევთ ჩვენს 64-ის ყოველკვირეულ შეხვედრას. იმედია მაქვს ამოხსნელთა გეოგრაფია კვლავ გაიზრდება. გაიზარდა, იზრდება, ამოხსნელთა გეოგრაფია იზრდება და პროფესიული კუთხიდან იზრდება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოდიან უკვე ჩვენთან. მშვენიერი. ახლა კი გადავიდეთ უკვე დაპირებულ ანონსზე, ეს არის ოლიმპიადა 2024 წელს ფიდეს დაარსებიდან 100 წლის თავი აღინიშნა და სწორედ ერთ-ერთი ნომინაცია იყო საუკეთესო საუკუნის ქალთა გუნდი და ვინ დასახელდა? რა თქმა უნდა, საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელმაც ჯერჯერობით ასე ვთქვათ განუმეორებელი შედეგები დადო ამ ოლიმპიადების ისტორიაში, უამრავი ოქრო, როგორც გუნდური, ასევე მცირე და ამ შედეგებს ალბათ ბევრი ქვეყანა არ გახანივ ერთს გაიმეორებს და აქედან ნაწილი ეს არის ქალთა მონაწილეობით საბჭოთა კავშირის სახელით და ნაწილი უკვე 1992 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს სტატუსი. მოდით მივყვეთ ნელ-ნელა და დრო ჩვენ გაგაცნობთ აი ამ შედეგებს. ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ დავალება შევთავაზეთ ამოცანა თუ შეიძლება ასე ითქვას მაყურებელს იმედი მაქვს ამოხსნელთა გეოგრაფია გაიზრდება. არა მარტო გეოგრაფია, პროფესიული კუთხითაც გაიზარდა. უგავგე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ღებულობენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა გამარჯვებულ ჩვენ მოვიზევთ ჭადრაკის კლუბ 64-ში კვირეულ შეხვედრაზე. ახლა კი ისტორიის დროა, როგორც უკვე დაგპირდით, ჩვენ დროდადრო შევეხებით საჭადრაკო ოლიმპიადების ქართულ ამბებს და რა თქმა უნდა ეს არის ის ამბები, რომელმაც დიდი სახელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და აღიარება ქალთა ნაკრებს. 1956 წლიდან იღებენ მონაწილეობას. 2024 წელს ფიდეს 100 წლის იუბილეზე დასახელდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და ერთ-ერთი საუკუნის საუკეთესო გუნდად ქალთა გუნდად დასახელდა ვინ? საქართველოს ქალთა ნაკრები. კიდევ ერთხელ ულოცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ნაკრებს და აი ნახეთ რას ამბობს ფიდე ამასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის ბატონობა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე შთამბეჭდავი იყო 1957 წლიდან 1988 წლამდე, რომლის რიგებს ძირითადად საქართველო და ქართული მოჭადრაკე ქალბატონები იცავდნენ. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ლიდერის პოზიცია უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ დაიკავა. ნათქვამია ფიდეს განცხადებაში. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი. და აი ფიდე ამას როგორ ეხმიანება? ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიული თამაშის სტილით. ის ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, დაუმარცხებელი იყო 1962 წლიდან 1978 წლამდე. ნონა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრებში 11 ჯერ მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა. დამეთანხმებით ეს არის რეკორდი და ამ რეკორდსაც ალბათ ბევრი წელი ვერცეთი ასე ვთქვათ მოჭადრაკე ვერ გაიმეორებს. ეთანხმები აბსოლუტურად. მივყვეთ უკვე მომდევნო დანარჩენ ამბებს უკვე საჭადრაკო ისტორიიდან
ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა მხოლოდ პირველ ოლიმპიადაზე არ მიიღეს მონაწილეობა. 1957 წელს ჰოლანდიის ქალაქ ემენში ჩატარებული საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩემპიონობა საბჭოთა ნაკრებმა მოიპოვა, რომლის ღირსებას მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონი ოლგა რუბცოვა და ქვეყნის ჩემპიონი კირა ზორიკინა იცავდნენ. მეორე ოლიმპიადა მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაიმართა, შეჯიბრება სპლიტის სასტუმრო მარიანა საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა. მოჭადრაკეები ამავე სასტუმროში ცხოვრობდნენ და სათამაშოდ იდეალური პირობები ჰქონდათ. ფიტემ გაითვალისწინა, რომ ასეთი ტურნირის თამაში სათადარიგო მოთამაშეების გარეშე მეტად რთული იყო და გუნდებს მესამე მოჭადრაკის ყოლის უფლება დართო. საბჭოთა კავშირის ნაკრებს სოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი თავკაცობდა. გუნდში მეორე დაფაზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტატიანა ზატულოვსკაია თამაშობდა, სათადარიგო იყო ოლიმპიური ჩემპიონი კირა ზორიკინა. საბჭოთა ნაკრებმა დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა და მეორე დაეუფლა მსოფლიო პირველი ჩემპიონის ვერა მენჩიკის სახელობის თასს. ჩემპიონობაში უდიდესი როლი პირველ დაფაზე მოთამაშე ნონა გაფრინდაშვილმა შეასრულა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 12 პარტიიდან 11 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ყაიმით. ნონა გაფრინდაშვილი საუკეთესო პარტიისათვის ამერიკელ გიზელა გრესერთან ინდივიდუალური პრიზი გადაეცა. ესე იგი საოცარი პარტია იყო ამერიკელ გიზელა გრესერთან და თუ მე საშუალება მოგვეცემა აუცილებლად ვაჩვენოთ მაყურებელსაც ეს. ვაჩვენოთ აუცილებლად და მე ვფიქრობ რომ მართლაც განუმეორებელი კვალი დატოვეს ჩვენმა ქალბატონებმა საბჭოთა კავშირის რიგებში ჯერ და შემდეგ რა თქმა უნდა საქართველოს ღირსებას უდიდესად იცავდნენ განსაკუთრებული ენთუზიაზმი და განსაკუთრებული სურვილით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. და შესანიშნავად გააგრძელეს 1992 წლიდან მივყვეთ უკვე მეორე ოლიმპიადის ისტორიას. მეორე ოლიმპიადიდან 3 წლის შემდეგ მოჭადრაკე ქალები გერმანიის პატარა ქალაქ ობერჰაუზენში შეიკრიბნენ, ვერამენჩიკის თასისათვის საბრძოლველად 14 გუნდი გავიდა. საბჭოთა კავშირის ღირსებას ნონა გაფრინდაშვილი, ვალენტინა კოზლოვსკაია და ტატიანა ზატულოვსკაია იცავდნენ. საკავშირო ნაკრებმა 22 ქულა დააგროვა, ქულანახევრით გაასწრო რუმინეთს და მიჯრით მესამედ მოიპოვა საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროს медаლი. პირველ დაფაზე მოთამაშე ნონა გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან 8 მოიგო, 2 ფრე დაასრულა, ერთხელ დამარცხდა. სხვათა შორის ეს იყო ნონას პირველი მარცხი ოლიმპიადაზე და 9 ქულა დააგროვა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქალთა მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადას პოლონეთის ქალაქ ლუბლინმა უმასპინძლა. უპირველეს ფავორიტებად კვლავ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის მაშინდელი უცვლელი პრეტენდენტი ალა კუშნირი და ქართული ჭადრაკის ახალი ვარსკვლავი ნანა ალექსანდრია იცავდა. საბჭოთა ნაკრებმა 26 ქულა დააგროვა, 5.5 ქულით გააუსწრო უნგრეთს და ზედიზედ მეოთხედ გახდა ვერა მენჩიკის თასის მფლობელი. ნონა გაფრინდაშვილმა პირველ დაფაზე 10 პარტიიდან 9 მოიგო, 1 ფრე დაასრულა და შესაბამისად ოქროს медаლი მოიპოვა. ასევე ოქროს медаლი დაისაკუთრა სათადარიგო დაფაზე მოასპარეზე ნანა ალექსანდრიამ. ქალთა მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადას პოლონეთის ქალაქ ლუბლინმა უმასპინძლა, პოლონეთის ამ ქალაქში 15 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. უპირველეს ფავორიტებად კვლავ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის მაშინდელი უცვლელი პრეტენდენტი ალა კუშნირი და ქართული ჭადრაკის ახალი ვარსკვლავი ნანა ალექსანდრია იცავდა. საბჭოთა ნაკრებმა 26 ქულა დააგროვა, 5.5 ქულით გაასწრო უნგრეთს და ზედიზედ მეოთხედ გახდა ვერა მენჩიკის თასის მფლობელი. ნონა გაფრინდაშვილმა პირველ დაფაზე 10 პარტიიდან 9 მოიგო, 1 ფრე დაასრულა და ოქროს медаლი მოიპოვა. ასევე ოქროს медаლი დაისაკუთრა სათადარიგო დაფაზე მოასპარეზე ნანა ალექსანდრიამ, მან 9 პარტიიდან 8 მოიგო და მხოლოდ 1 დამარცხდა. 1972 წელს იუგოსლავიის ქალაქ სკოპიეში ჩატარებულ ქალთა მეხუთე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველთაგან მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილმა იასპარეზა და როგორც გუნდურ შეჯიბრებაში, ასევე ინდივიდუალურ პაიქრობაში ოქროს медаლი დაისაკუთრა. პირველ დაფაზე მოთამაშე გაფრინდაშვილმა 8 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, 3 კი ყაიმით დაასრულა. ჩვენს მაყურებელს მინდა შევთავაზო უკვე მომავალ გადაცემებში მე-6 ოლიმპიადა და შემდეგი ამბები და დავრწმუნდებით რა დიდებული ასპარეზობა ჰქონდა თითოეულ ასე ვთქვათ ქართულ მოჭადრაკეს და როგორი ლოგიკური იყო ფიდეს გადაწყვეტილება, რომ საუკუნის ნაკრებად დაესახელებინა სწორედ საქართველოს ქალთა ნაკრები. მადლობა გოგო, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გოგონებს, რომლებიც ემზადებიან ოლიმპიადაზე, დამატებითი სტიმული იქნება ეს ამბები. იმედი მაქვს სამარყანდის ოლიმპიადიდანაც შევიდანთ ისტორიაში შემდეგ კარგ ამბებს. აუცილებლად. წარმატებები. წარმატებები.